12 წინიდან გამოვაძრო იქნებ. ძრავი არის ჩირის საკეთებელი. შენი დედა თან არ მიმაკრაბიჯო. სალამი ძმდებო, სანამ განხილვა დაიწყო, მანამდე გეტყვით, რომ საეჭვო კაცის არხზე, ანუ ჩემ მეორე არხზე თამაშდება ბინა, რომელსაც ალფა სახლია თამაშებს. ეს არის დიღომში, სხვა დასახლებაა საერთოდ, ანუ ორი ბაღი აქვს, ერთი სკოლა, 4 სტადიონი, გამწვანებული სივრცეა ძალიან ბევრი, დაახლოებით 60,000 კვადრატულამდე, 22 კორპუსია, მოკლედ იდეალური სახლია იმისთვის, რომ მოიგოთ. ამიტომ ძალიან მარტივია. უნდა გადახვიდეთ, გამოიწეროთ საეჭვო კაცის არხი და მინიშნებს დაელოდოთ საეჭვო კაცის YouTube არხზე. უმარტივესი არ არის, მაგრამ მარტივად შეგიძლიათ რომ მოიგოთ 55 კვადრატული ბინა სხვა კარკასით საერთოდ. ანუ ეს არ არის თეთრი კარკასი, ბევრად მეტია რა. თქვენ ერთ-ერთი საღებავის ქილებით შეგიძლიათ მიხვიდეთ და გადაღებოთ და უკვე შეხვიდეთ. ანუ ყველაფერი მზად არის სახში. რა თქმა უნდა, პიანინო არ დგას და ავეჯი. დანარჩენი YouTube-ზე თამაშდება ბინა 55 კვადრატული მეტრი საეჭვო კაცის არხზე. ალფა სახლთან ერთად. სალამი ძმდებო, ყველა ელოდებოდი ჩინურ მანქანას, თუ როგორ იქნებოდა უამრავმა ვლოგერმა და ბლოგერმა და ზმოგერმა განიხილა ეს მანქანა და ყველამ აბსოლუტურად ყველა დეტალი ჩამოგიყალიბათ. მაგრამ არავის არ განუხილია ეს როგორც ხელოსანს მოერგებოდა ეს მანქანა, თუ აი უკვე ყობით დავიწყეთ. მოკლედ, გადმოგცა ეს მანქანა საჩუქრად, მაგრამ უთხარი რომ არ მინდოდა და უკან გავატანე, მე თავიდან გადმოგცა უკვე სათხოვრად. და დღეს ჩვენ განვიხილავთ Link & Co-ს 09 ვერსიას. კიდე აქ რაღაცა ბიძაშვილების სახელები, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ, ჩინური მანქანა ხო არის. ამას რეალური სახელი აქვს Link & Co 09 AMP-P და რაღაცა დედა. მაგრამ Link & Co 9 სრულად არის იდეაში ეს აღჭურვილი 2.0 ტურბოძრავია 550 ცხენია რა. ვაფშე განახებთ, ანუ მართლა ძრავში ჩავიხედოთ და თუ არა ჯობია. ოპა, თავისით გამიღო. სად არის? სადედი. აი ხა, გაუში დათო შენ ნუ აღებ, გააჯვი რა. ძრავი არის ჩირის საკეთებელი, მართლა, ანუ ძრავი არის სულად დახურული. ვის აი სოფელში თუ ვინმე მიდიხარ, შეგიძლიათ აქ რაღაცა ქლიავი რაღაცები დაალაგოთ, სამ ჩახვალ ჩირი არის. აქ აი მზად. აი ბაკლავა. ეს როგორ ამოდის და შპილკებზე არის, ანუ ოპა. ეხლა ალბათ ეკლებზე ზის ის კომპანია, რომელმაც ეს გვათხოვა და მარკეტინგის მენეჯერი, მაგრამ ნუნერული ყველაფერს დავაბრუნებ თავის ადგილზე. ყველაფერი არის დამალული. ჩინებს ევასებ, ცოა ის ჩახედე უარაფერი არ აჭის მანქანას, ერთ-ერთი ზეთი უნდა მოხსნა. აი ხ არის ყველაფერი. მაგრამ რაღაც მომენტში კაი არის რა, ხმას უდავს და მართლა ჩირის საკეთებელსაც ძალიან იდეალური არის. ეს არის 2.0 ტურბოძრავი. იდეაში ჩანგანმა Link & Co აიღო ეგეთი რაღაცა, რომ იყიდა Volvo, ჩანგანმა და Link ამაში არის Volvo-ს ვაფშე ყველაფერი რა. და აიღო და მოდი Volvo-ს კი არ დავამსგავსო, Volvo-ს კი იმეორებს Volvo-ს მოდელს, მაგრამ ცოტა გვერდიდან თუ გახედავ, ხან Porsche-ია, ხან McLaren-ი, ხან უაზი, ანუ ყველაფერს იმეორებს, რაც კი მანქანა მოგწონთ, უბრალოდ ერთ მანქანას იყიდით და ვაფშე ყველაფერი. აი, გინდა რომ ვიღაცა გეტყვის რომ Volvo-ა, ეუბნებ, კი, Volvo ძალიან მიყვარს და Volvo-ით დავდივარ. ანუ არ ატყუებ. მაგრამ მეორეს Porsche მოწონს და გეუბნებ, რა, Porsche-ია, კი, Porsche-ია, ანუ ტიპი არის კამელეონი. მისი სახელი მოდის Link & Co კამელეონი, იმიტომ რომ ყველაფერს ერგება, ანუ შემეტენე ყველა პრობკას ერგება ვაფშე. ეხა აქ ამოვედით, კომპანიას ვთქვი რომ გათხოვოთ ერთი მანქანას, ძალიან მარტივი ვთქვი რომ ტრაქში გამოვისმევთ მეთქი რა, ანუ თუ გაინტერესებთ მეთქი, მე იმიტომ რომ 10 დღე გამოვართ ეს მანქანა და მე 10 დღეს ვიღებთ ეხა ამ ვიდეოს, იმიტომ რომ ხაშურში ვიყავი, გორში ვიყავი, აი იქ ვიყავ დანგრევის საფლავებზე ვიყავი, იქ ვიყავი, აქ ვიყავი, ყველგან ვიყავი და ყველგანი არა. და აქაც ამოვიდა. 550 ცხენია, 553 და გიჟივით ჩქარდა, აი ვიღაცები ხო და ჩინური მანქანა. და ეს გადაუკეცავს და შენ ჩაადგავ და ელექტროძრავი აქვს უკანა. და კაროკაშიც ელექტროძრავი პლაგინ ჰიბრიდია, თან ტენის, დვიჟოკი რა, ძრავი, თან ტენის ელემენტებს, თან რო დაგიჯდება, მე უკვე დადიხარ ბენზინით. წაქვს რაღაც 6-7 ლიტრი, ელექტრო ბატარეები გატარებს, მე რაღაც მომენტში ბენზინი მელეო და მე ხო შემოტივა, რა ჩაასხეს იმას, რომ ბენზინი რო გამოილია, ჩემსაც ხო შევასხავდი და მე ეს პატარა ღილაკი
ელექტრო და 200 კილომეტრი გადაუკეთე. 200 კილომეტრს დადის, 180 გავიარე მე, იმიტომ 180 ეწერა. ეთქობა იქ 20 კილომეტრი ვიღაცა მიარა. და წინდან რა LED ფარები აქვს, ჭკვიანი ფარები აქვს, ღამე საითაც მიუხვევ, იქით გინათებს. წინამ ძღოლმა უკვე რა უნდა გაგინოსო, დანლებს თუ ანთებ ეგრევე გიქრობს და ოპა გვერდზე იმაშება რომ არ შეაწუხო. ჩინელებს აქვთ ეგეთი კაი ფუნქცია, რომ მაგალითად Mercedes-ი ხო იწყებს გაკეთებას, მანქანებს აწყობს და მოდის კავე მოვარგოთ მომხმარებელს. ესენი გამოუწიე რაღაც ტანზე, ჩინელებს ზე კიდიათ. სკამი, ჩინა, დავაი შეაყარე რაც კი რამე გაქვს ორი მოტორი, ქვეშიდან დაბერვა, ზევიდან დაბერვა, მასაჟორები, დედის, სულ ყველაფერი რაც კი რამე შეიძლება ქონდეს, ანუ მანქანას აქვს. ეხა უყურე. ეს ხო არის. დავქოქოთ. დაიქოქა. ბიჭო, აი, ცუდი ის აქ რო ვერ ვიგებ. ხმარო აქ იქოქება. ყველაფერი აქ წინ, უკან, მასაჟორი, გადართე, გადმორთე, აწევა, დაწევა, წინ გამოშლა, პიში, ვაფშე ყველაფერი. ერთი მონიტორი აქვს აქ, მეორე არის მართვადი დისპლეი დიაში. აუ, როგორ გამაჯმეინო კონდიციონერს. აქედან იმართება ვაფშე ყველაფერი რა. ძღოლის ის კომფორტულად. თუმცა აი ცოტა ის არის რა, აი ტაბურეტკაა რა. ჩემთვის, იმიტომ რომ ეს მოგუნო არ აქვს ტანში რო ჩაჯდეს. მაგრამ ყველაფერი აქვს ვაფშე. გადაბმები პლასტმასის რაც შევამოწმე, აი ესენი ხა. მილიონი მანქანა დამიშლია რა. აი ეს გადაბმები არის იდეალური, ანუ ვაფშე არ ჭარაჭუნობს ბიჭო. ბოსის აუდიო სისტემა აქვს და ყველაზე მთავარი რაც არის, Mercedes და BMW როგორც ბენიდიაში. ნელ-ნელა ხო დეგრადაციას განიცდიან. რაღაც მომენტში ჩინეთი ხო გიჟივით აწვება. რაღაც მომენტში ესენი გადაიკვეთებიან და იგივე მანქანები იქნება რა. აი, აგერ ნახე თუ არა. იგივე მანქანები. უკან ვაფშე ზიგიჟე. მე არ მომწონს უკან არის ორი ინდივიდუალური სკამი რა. რომელიც იდეაში იმართება ეს. სადაც გიან წამოხვალ და იქით ამ ხარეს გენერლის მხარეს მართავ წინას კამს. შეგიძლიათ თავი არ ტყმევინო წინამჯდომს. გიშლის დავაი ნახო, დრაფ. აქ ერთი ადგილი დაკლებულია იდეაში, მაგრამ უკან გადასასვლელი არის. იმიტომ რომ უკან აქვს ორი შემეტენე ძმაკაცი, რომ არასდროს ადგილი რო არის ორი შემეტენე ძმაკაცისთვის. ესა იმე დაჟიგაკარი აქანთებსთან. ეთყობა დაქოქილზე არაშვება. სამარგვლელი ახუიწენი. აქ ეს ევასებად. ნახე ჩინელებს ევასებად. აი ბუდიში რა. ცოტა მტრიანია ეს. კი გავრეცხეთ, მაგრამ მაინც ჭუჭყიანი იყო. მაგრამ ჩვენ ხوار განვიხილავთ იმას, რომ სუფთა მანქანა, რავი, ცენტრიდან უნდა გამოიყვანო და სუფთა იქნება. ეხლა ნახე ის ხო უშლის ხელს. სიგიჟე ჩინელებისა. ორი კაცი ნახუი ჩასვა ეგრევე. პარგი, ნახუი ორი კაცი, პარგი ჩასვა. ყველაფერი ელექტროა ვაფშე რა. აი ყველაფერი ელექტრო აქვს. ფასი აქვს ამას მეგონი $49,000 რა. და ან 150,000 კილომეტრია გარანტია, ან 5 წელი. ლოგიკურად რომ დაფიქრდე, თუ გინდა რომ სტოტიში არ მისცე მანქანაში და იგივე არ იყოს, შეგიძლია რომ მომენტი იყიდო რა, იმიტომ რომ რბილად ასე თუ ისე დადის. ეხლა მე აი დანგრეულ გზებზე ვიარე, ძალიან მაღალი სიჩქარით. რბილად დარბის, ცოტა სწავს, სკავში ძალიან საოჯახო მანქანაა რა, აი და 150,000 კილომეტრი გაქვს გარანტია. ტვინს არ მოავს რა, წესით ეგრე არის, რომ ოჯახი ჩაჯდავს ოიარე და ამის კეთებაში არ იქნები რა. თან ფასი ისეთია, რომ მომენტ განვადებასაც მიარტყავდი კაცი, რომ ახალი მანქანა თიარო. ამის იაფიანი მოდელებიც არის და ჩინური მანქანების კიდე იაფიანი მოდელებიც არის რა. ჩინელები რო ჩამოვლენ $2,000-ზე მანქანის ღირებულებას, აი მაშინ ვიყიდი. კაი, მანამდე ისე დანგრეული სემსოტით ვევლი. პრისოსკები არა აქვს, ვისაც გონიათ რომ ეს მიადე, ჩემი ამდენამეს ვკეთებ, ერთი პრისოსკა გამიკეთებ, შეიწოვოს რა. შიგნით კი განახებ სიარულის დროს. ნორმალურია რა. ჩემი გამოიწვია პირველ რიგში იმან, რომ ძალიან სწრაფია. ანუ აი ხო ჯაბახანაა, დიდია რა და ვერ უნდა წავიდეს. რო ჩაადგავ, ელექტრო თუ გადატენილი გაქვს, აუ იმენა დადის რა მართლა. კიდე ის იყო, იმაზე გავტესტე, ან ქუჩაში მივდიოდით, ავტობანზე მოვდიოდით და ჩართული მქონდა ზოლების კონტროლი. და ზოლების კონტროლი გაქვს ჩართული, თვითონ აჩერებს მიდის, პაუატისო ჩართავ, გადადის. ყველაფერს იდეალურად, ანუ გორიდან თბილისამდე ჩამოვედი იდეალურად. და ზახისთან კაკრას ვიცოდი იქ ზოლები წდება. გაიგე? აი მეთქი ეხა გაიგე შენ
ზარო სად მივდივართ გამოყევთ აი გაწყდა ზოლი და всё კარგად იყავი დაიწყო დატორმუზება გააჩერა შუაგზაში მე წავიყვანე იქიდან გინება მომხვდა აბა დრო ჭირდება რომ ზაჰესის მეპი გაიაზროს AI-ი ჩინური მანქანის AI-ი ზაჰესის მეპი გაიაზროს და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება რა გააკეთოს მაგრამ ზოლი სადაც არის ავტომატზე მაგალითად ძალიან კომფორტულია რა გიჟივით TikTok-ის სროლა არ დაიწყოთ არა აი პაპიროსის მოკიდება თუ გინდა სკაპ ჩართავ ეგრევე მოუკიდებ საკაიფოდ თავის ანუ იმედი გაქვს რომ დადის რა დაჟე ქართულ მძღოლებს თუ გადაურჩა აი მანევრი ხო აქვს რაღაც მომენტში ქართულ რაღაცებს თვითონ აკონტროლებს ოპა ეს გაივლის ეს ეგეც ნორმალია რა მაგრამ ის არის მე ვარ განწყობილი როგორც აი ჩინურ მანქანაში ტრაქს არ დავდებ თქო რა ეგრე ვიყავ ეხა დავდე და თვალთ ეგრეც არ არის რა ყვილა ვატრაკებ იმიტომ რომ მართლა ვაფშე სხვაგან ანუ სხვანაირ ძალიან მალე განვითარდნენ რა აი ერთ-ერთი დარჩათ ბრენდები ეხა სახელი რომ ხუანხაის სიქიმა არ ერქვას და უბრალოდ წამოიწიოს აი Xiaomi როგორც იყო თავიდან Xiaomi ტელეფონი ეხა დედა რა მართლა მაგრამ Apple-ის ისევ მარკეტინგული ხრიკებით და სახელით ისევ გიჟივით აწვება თუმცა ბოლო ალბათ 2 წელიწადია Apple-ის არაფერი შეუცვლა ტელეფონში ეხა ახალი Apple-ის რივიუ რო ვნახე განცვიფრებული ხალხი უყურებდა თუ როგორ ასკროლის დროს liquid animation-ი ეგრე აკეთებს და ანუ შემაჭე პროჩიკი რა და შემასხი რა შემყლეთ მინდა liquid animation-ი ბიჭო ამ პროცესორი გამიზარდა მერვე კამერა დამიმატე რა ზედ რაღაცა გააკე რატომ მაბოლებს liquid animation კი მევასება ასწორებს მაგრამ ნუ ხუინა რა მუსიკები მაგარი ძმაო ჩემი კარგი მოტყე ხა ჩავთავ ქართულებს დოგარმოს იმენ ბასი დაკც ისეთია რა აი ერთ-ერთ ხოლმე დარჩა სახელი რომელზეც აი სახელი გეხამუშება თორე დანარჩენი ვაფშე ანუ 300-440 კამერა ყველანაირი კონტროლი ამით თუ რამეს გაედე არ შენი ბრალია მართლა რა რომ ყველგან კამერა აქვს ანუ ახალ მანქანებს იდეაში არც არის გასაკვირი ყველგან კამერა აქვს ამასაც კამერა აქვს ლუკი რავი უამრავი სხვა რაღაცა რომელიც იდეაში ზუსტად იმ კომფორტამდე მიყევხარ რასაც სხვა მანქანებს აქვს ტოპ ბრენდებს ვიძახი რა BMW Mercedes Audi ასე შემდეგ აი რო იყოს ეხა ამას რო უბრალოდ ეს მოხსნა და Mercedes-ი რო დააკრა და ფასი იგივე დატოვო ცემატყებ აი მართლა ვერ აუა Mercedes-ი ამის დამზადებას ალბათ ამ BMW იმიტომ რომ აი ნიშანი და პაკაზუხობა მაინც ხალხს გვაქვს ცოტა რა. საოჯახო მანქანაა, თუმცა ახალგაზრდული მანქანაც არის, რომ მაჩუკონ ვივლეთი. ეს არ გიგონთ რომ კომპანიის მიმართ არის რამე ზეწოლა. ბოგან როგორა ეხა ცოტა პროჭიკი ვარ, მაგრამ რომ მაჩუკონ, ვინც ეროს იმის დედა ჩემ დათავაცა ძმო. ვივლი. ვერ ვივლი. რა 4-ზე კომფორტულია. თაჟი მოდი შევდა. რა 4-ზე ბევრად კომფორტულია. რა 4 უკანა ეს 50000 ლიტრიანი საბარგულით და არანაირი შუმა იზოლაციით და არანაირი ვიბროიზოლაციით ყველაფერი გეს აი მთელი ავტომანი მოდის. ბევრად კომფორტულია და ტევადობა ალბათ რა 4-ის ნაირი აქვს. ნუ ცოტა მეტი ექნება რა 4-ის. დააჩენი მე არ მომწონს რომ მატოს ვერ ხედავ. ანუ რო ჯერ რატომ უნდა გაფუჭდეს? მარა რო გაფუჭდება გარანტიაზე უნდა მიიყვანო. კაი, მარა რო ახედავ ბიჭო ან წყალი ჩავამატო, ან რაღაცა ჩავამატო, მაგის დედა ყველაფერს ზეთიდან ხوارჩ. ეხა იქ ვიღაცა ქერათვიანი მივა, ქერათვიანს შეიძლება კაცი ციგულისხმობოდეს აქ, არ გიგონთ რომ ქალის გულისხმობ. ეტყვის რომ აი წყალი ჩაამატე, ვიღაცა ეტყვის. ერთი ცალი მოსაშვები აქვს. ზეთი კი ახატია რომ მოხსნი ჩაამატე. ბენზინი მოხსნი ჩაამატე. მაშინ ეგრე გათესლენ რომ თვითონ იგებდეს. აქ რო ჩაასხავ ზეთი თუა ზეთში გაუშვას, წყალი ზაცი, ფული თუ არის კულაბაში უკან. 4 ანუ თოვლში სასიარულო სისტემა აქვს, ფლაგინ ჰიბრიდზე გადასართველი აქვს, ბენზინზე გადასართველი აქვს, ქვიშაზე სასიარულო აქვს, ვაფშე ყველაფერი აქვს რა. ანუ თვითონ აკონტროლებ იმ დედამონი მენიუდან. ეხლა ჩავჯდეთ და შიგნიდან გავქუსლოთ, არა დავით. მართლა რა კაი ვიდი აქვს შეჩიმა. იმენა, აი ზევიდან ცოტა პორშე დაბლა ჩამოხარ, რაღაცა სედანი არის, ისა შკოდა არის. ხო, შკოდა შეჩიმა, აი ის რომ მოხსნა შკოდა. ესე იგი, ჩავჯექით, ეხლა ვაპირებ თქვა. იმენა მაგ ზადნიც იგივე სისტრაფის აქვს როგორც წინაში. თესლაზეც ეგრე არის რა. წავედით. აქედან აკონტროლებ დრავი მოგუდებს იდეაში. ეხა ელექტრო და ისინი გათიშული აქვს, იმიტომ რომ დახარჯო ბოლომდე მაგ გამოწურული ბატარეები. ეცა, აი ესე. სპორტი snow off-road. ოპა. გადართო ის, ხიდები. ოპა. დარარარა. წინასწარ ბოდიში საბურავის წნევები ყველაფერს გვაჩვენებს. ედავ ჭკვიანი ხალხი. საბურავის წნევები გვაჩვენა, რომ რამე ხო არ არის დაშვებული.
კიდო. ეხა ეს ოფროუდის და სოფლისთვის იდეაში ვისაც გინდათ და იძახის რომ ეს არის ქალაქის ჯიპი. არ არის ქალაქის ჯიპი. არც ურავს არაფერი. Panorama. Შეგვიძლია გავხსნათ. Ჭიანი პანორამა ყოფილა. უკანასო გითხარი პანორამას, ხო? პანორამა, რე. ოპა. გაბრიოლეთის ყოფილი. იმენა. მონოდო ვერ გადავა. ზერი არაა, რომ ეხა ასფალტიანი გზა არის. რო კითხო წილკანიო ის არის. ნახები. აქ გადავიდეთ, დავით. იმედი არ ჩავარდებით. ერთ-ერთი მე რაც გამაფრთხილეს. თუ რამეს დაეჯახეო, სადაზღვევში მოგწერეო და დავრეკავთო. ბიჭო, ვაფშე არ უჭეს. 4-4-ზე იმას სისტრაფეს აგდებს და თორქს უმატებს იდეაში ჯანს რა. და ჯანის ხარჯზე ნორმალნა დადის. ნორმალნა კი არა, მეტი რა უნდა ქნას მოზიშვილი. ეხ ტალახში და მუხლებამდე ტალახში ვერ გახვალ, მაგრამ სოფლის გზებზე ჭე უბერე რაც გინდა რა. მოვედის. ოპა. ცუგო რა საკეთებ ცუგო? ვერ დაგვეწე. სისტრაფე ნაკლები აქვს. მაგრამ ბევრად კაი ტიპი არის, აქედან ჩავიდეთ. აქსელერაციას რაც შეეხება, ახლა ისე გავსწორდები. და უსაფრთხო ადგილზე ჩავადგავ იდეაში რა. და სხვაზე მთავარია. გლუში წელის გადაკეთებისთვის არავინ არ წაიღებს ამ მანქანას, იმიტომ რომ ელექტროა და დაბალი ხმა. შენი დედა არ მიმაკრა ბიჭო. რებს აკეთებს ძიშო. იმენა ძმაო. აი მამები რო უზიან ხოლმე ხუერზე ხო იცი? თვრალი მე მიდი ჩაადგი. არა გეო. ეხა დაჟე უფრონელი აჩქარება აქვს, იმიტომ რომ ელექტროები არა მაქვს ხო გითხარ, ელექტროძავი ფიზიკურად არ და შენი დედა. არა ბიჭო, არა, ნელი არა, დავთხო არა. ოფროუდი არ გაკითი შავშეთში. ოფროუდი? არა, ინტელიგენტ ჰიბრიდი არის, სპორტზე ჩავთოთ. ტორბენის ხმა გესმის. ეს იყო ბუგაროკის ხმა. ვიდრე გადადის მართლა. ეგრე ვინ გადადის ბუგაროკზე, მაგრამ მაინც ახლა სატესტოთ ის არის. თუ კიდე ხავიდეთ იოსებასთან ვაფშე ძმაკაცთან. თავარი ვიცი და იმას ვკითხოთ რა აზრი აქვს ჩინურ მანქანაზე, ან რა აზრისა არის. თვითონ M6-ით დაგრუხუნობს. ნორმალნა რა. თავი შერასწრება. ჩემი მომწონს. შენ მოგეწონა? ამ გზაზე რო ისე დადის. ახლა ოლოს ნაწილებზე აწყობენ, ნუ ის არის რა. ერთ ვარიანტი ვერ იქნება. იმიტომ რომ ოლოს თავის გამოცდილება აქვს და ეს გამოცდილებასაც ყიდულობ კომპანიასთან ერთად. რომ თანამშრომლები რჩებიან. შეიძლება შენლებით ჩაანაცვლეს ან რობოტებით.
ჩემი შეფასებით 10-დან 8 რა. იმიტომ რომ 8, იმიტომ რომ სახელის გამო და ბრენდის გამო, რომ ჯერ ბრენდი არ დაუშენებიათ რა, მაგას დრო ჭირდება. მაგრამ მე მგონია რომ ხარ იდეალური დრო ამ მანქანიშსაც მე ბრენდი რო სახელს წამოწევს, თავზე გაიჯოს და გააძირებს. ეგ ხო უეჭველი ეგრე იქნება და ამიტომ ვისაც გინათ ახლა რომ 150,000-იანი Mercedes-ის ნაირი მანქანა რო ყავდეთ Lincoln Co 09 PMG არის ძალიან კარგი. ცხოველია რა. ესენი წავიდნენ? ნაბოზარი იოსება გამექცა. დაკეტილი არის. ამას რაც აყენია ყველაფერს ჯობია რა, მას შეფასება 50 არა, მაგრამ 40 მივცემდი რა. მაგრამ ამას თუ განმადებით ყიდულობ, იდეაში თავის თავს ამოიღებს სიარულით, იმიტომ რომ ძალიან ეკონომიურია. ესეთი ეკონომიურისთვის ესე სიარული და ესე კომფორტი რაც ამას აქვს, ხოლმე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი მე გაწყობილი ამ მანქანის მიმართ და აი ძალიან აგრესიულად, მაგრამ აი ამ 10 დღეს სიარულმა ზოგადად აი შორიდან ქართველებს ეკუჭის ხოლმე შორიდან ვაფასებ რაღაცებს და როგორც კი შევეხე, მინდა რომ ამაში შევიდე იმენ ამ მანქანაში რა, აი მართლა დაჟე მიმართავ კომპანიას ამ მანქანას თუ ტესტ-დრაივის მანქანას თუ გაყიდის, მე არ ვიყიდე, იმიტომ რომ თითქოს მე ვიხმარე. და მათ ამის გარდა სხვა თუ ყავთ რამე მაგას ღებ. ზაღო, კაია, იდეაში ჩანგან ჯორჯია ყიდის ამ მანქანებს, Lincoln Co-ს, სხვა მოდელებიც ყავთ, შეგიძლიათ მიხვიდეთ და ტესტ-დრაივზე გამოიყვანოთ მანქანა და გატესტოთ. მეც არაფერს არ გეტყვით, უბრალოდ თქვენით გატესტეთ და სხვის ნალაპარაკებს არ დაუჯეროთ რა, მე ვიყავი ეგრე. ჩაჯექით, თქვენით ნახეთ, თუ ყალბა იტყვის რომ ყალბა არ იყიდით, თუ კაია, იტყვის რომ კაია და იყიდით. უბრალოდ ნახეთ რა, აი ტესტ-დრაივზე მიდით და უბრალოდ შეაფასეთ ეს მანქანა და ამ ფასში მაჩვენეთ რამე ძვირადღირებული მანქანა, რომელსაც რამე ფუნქცია არ აქვს ამას. დაგემშვიდობებით, ეს იყო ცუდი ხელოსანი. შესაძლებელია რომ შემდეგშიც გავტესტოთ რამე სხვა მანქანა და აქედან მიმართავ თეგეტას რომ Lamborghini გვათხოვეთ off-road-ზე. პოროჭიდან უნდა გამოუგო ხერხემალი და 12 ცილინდრი უნდა გამოვაძრო ეგრევე. ან ნებისმიერი ძვირიანი მანქანები ზემ კიდე იაფიანი მანქანები გატესტე ახლა და BMW-ები ალეზე BMW მყავს და ჩემზე მაგრამ ვერ გატესტავს. კაია. მართლა. საღოლ ჩაინა ზიჰუ ჰაი ჯიჰი ნიჰაუ ჩინელებს უნდა შევეტენო შეჩემა იქნება მანქანა დავითრიო ფო აზია რა. წავედი.